გამარჯობა, თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე, მე პაატა იაკობაშვილი ვარ. 6 ქართველი, რომელიც ლიბიის სანაპიროსთან დაბომბვაში მოყვა, თავს კარგად გრძნობს. ისინი მეზღვაურები არიან და თურქულ სატვირთო გემზე მუშაობენ. გემს ცეცხლი ლიბიის სანაპიროსთან ქალაქ ტობრუკთან ახლოს ჯერ ზღვიდან, შემდეგ კი ჰაერიდან გაუხსნეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა კაპიტანი, დაჭრილია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. თურქული კომპანიის კუთვნილ გემს სახელად თუნა 1 ტვირთი ესპანეთთან ლიბიაში გადაჰქონდა. იერიშის შემდეგ კი ბორტს ცეცხლი გაუჩნდა და ის ბუქსირით ტობრუკის პორტში გადაიყვანეს. თავდასხმა დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ლიბიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ლიბიელი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით კი თურქული გემი ნებართვის გარეშე აპირებდა დერნას პორტში შესვლას და ცეცხლის გახსნამდე ეკიპაჟი გააფრთხილეს. ინფორმაცია ბორტზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა. გემზე ჩვენს ხელმისაწვდომი ინფორმაციით განხორციელდა სავარაუდო საჰაერო თავდასხმა. თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი არის ერთი ეკიპაჟის წევრი, თურქეთის მოქალაქე. გემზე ასევე იმყოფება 6 საქართველოს მოქალაქე. ვიცით, რომ ამ ჩვენს მოქალაქეებს რაიმე პრობლემა ამ შემთხვევაში არ აქვს, მათი ჯანმრთელობა არის ნორმალური. უბრალოდ გემი არის დაზიანებული, ფაქტიურად არის ავარიულ მართვაზე გადაყვანილი და ჯერჯერობით არის დრეიფში. თუ კი აუცილებლად მოხდება გემის გემის წევრების ევაკუაცია, ან გემის დაბუქსირება შესაბამის უახლოეს ნავსადგურში. საბედნიეროდ არც ერთ ქართველ მეზღვაურს სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება, ყველანი არიან ჯანმრთელები. მეუღლემ დაამირეკა აგერ 3 საათის უკან, რომ გვჭირდება დახმარებაო, ვიღაცა მოკლულიაო, თავს აგვესხენო და რა ვიცი, რაღაცა პრობლემები შეგვექმდაო, ზღვაში ვართ და დახმარება გჭირდებაო. რა ვიცი, ახლა იქ ვინ როგორ დაეხმარებიან, არ ვიცი რა იქნება.